მოგესალმებით. ეს წიგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და დღეს წიგნების თაროს 22 სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის თამაში შედგება, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სან პაბლო და გველური დასავლეთი. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა. აბა როგორ ახართ? ორივე გუნდი მშვენიერი განწყობით უნდა იყოთ, იმიტომ რომ პირველ ტურში გამარჯვებები მოიპოვეთ და ეს თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს პრინციპში, იმიტომ რომ ერთ-ერთი გუნდისთვის ბევრად უფრო მარტივი გახდება ქვეჯგუფიდან გასვლა. ამიტომ ორივე გუნდს გისურვებთ, რომ თქვენი მაქსიმუმი აჩვენოთ, გისურვებთ წარმატებებს, თამაშის ბოლოს დასაჩუქრდებით, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ის თავარი პრიზი ბოლოში რომ გველოდება, მაინც უნდა შეგახსენოთ. ეს კი რა თქმა უნდა გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. მე ასევე შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი. ახლა კი იზღა დაგვრჩენია, რომ დავიწყოთ თამაში, თუ მზად ხართ. დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. გამოიცანით პერსონაჟი, რომელიც ლიტერატურაში გასული საუკუნის 40-50-იან წლებში გამოჩნდა. ნაწარმოების შექმნისას ავტორის ინსპირაციის ძირითადი წყარო საკუთარი გამოცდილება გახლდათ. კრიტიკოსთა აზრით, გამოსაცნობი პერსონაჟი თინეიჯერული ამბოხის ერთ-ერთი საუკეთესო სახეა. ჰოლდენ კოლფილდი. ჰოლდენ კოლფილდი. თინეიჯერული ამბოხი, ეპოქა. და სამი ქულა სან პაბლოს ისტორია პასუხია ნამდვილად ეს არის ჰოლდენ კოლფილდი, ჯერომ სელინჯერის, რა თქმა უნდა, ძალიან ცნობილი ნაწარმოების კლდის პირას ჭავის ხანაში ან თამაშ ჭავის ხანაში, როგორც გენებოთ, თავარი გმირი და 3-0 ანგარიში დაგვიფიქსირდა პირველი რაუნდის შემდეგ. გავაგრძელოთ. მეორე რაუნდი. ციტატა. კასრში მჯდომმა კლერკმა უნებლად ტაში შემოჰკრა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ მიჰქარა და ცეცხლს დაუწყო ჩხრეკა. შედეგად ის ბოლო ნაპერწკალით ჩაუქრა. კიდევ ერთ სიტყვას თუ გავიგებ შენგან, მიმართა მან. ამ დღეს სამსახურის დაკარგვით აღნიშნავ. შემდეგ დისწულს მიუბრუნდა და დაამატა. ფრიად მჭეორმეტყველი მოსაუბრე ბრძანდებით, სერ. მიკვირს პარლამენტში რომ არ შედიხართ. ნუ ბრაზობთ, ბიძა ჩემო. მოდი, ხვალ სადილზე გვეწვიეთ. მან კი მიუგო, რომ უმალ ჯანდაბაში წამოვიდოდა. მთელი ფრაზა ბოლომდე და გამოთქმით წარმოთქვა. კი, მაგრამ რატო? ცოლი რამ მოგეყვანინა, თქვა მან. იმან რომ შემიყვარდა. იმან რომ შეგიყვარდა. ისე წაუღრინა, თითქოს მხოლოდ ეს განცხადება თუ შეიძლებოდა ბედნიერ შობაზე უფრო სამარცხვინო ყოფილიყო. კარგად ბრძანდებოდე. ვერსია არ არის 30 წამი გაქვთ ფიქრისთვის. აჭერ სან პაბლო. საშუალო ამბავი. და? ჩარლზ დიკენსის საშუალო ამბავი. შობაო? ამბავი. მოთხრობა. აისა ნოველა თუ საშობაო რაღაცა ეთია. ხო არ დააზუსტებთ. Christmas Tale თქვა. Christmas Tale. Christmas Tale. Tale. საშობაოს ზღაპარი რა, ეგრე იყოს მაშინ. ო, რა საშობაოს ზღაპარი, Christmas Tale ან ეთია რაღაც. სკრუჯი არის მთავარი პერსონაჟი და დამატებით ინფორმაცია არ მაინტერესებს, მაინტერესებს რომ ნაწარმოების სათაური მითხრათ ან ორიგინალში ან ქართულად. სამი Christmas Fairy Tale. ხო, საშობაოს ზღაპარი ან რაღაც. არა მეგობრებო, ეს არ არის პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი.
გააგრძელოს ფიქრი გველურმა დასავლეთმა. არჩი. დაუცი რა. 3 2 1 დრო ამოიწურა. წავიკითხო დამატებითი მინიშნება. არაპირებთ დაჭერას, იმიტომ რომ მე შეხედავ. აპლოდისმენტები გველურ დასავლეთს თან უკან არიან ანგარიში და მიუხედავად ამისა არ დააჭირეს ღილაკზე და არ გამოიყენეს ეს შანსი რომ ორი ქულა მოეპოვებინათ, იმიტომ რომ ამ ნაწარმოებს ჩარლზ დიკენსის სკრუჯი რო მთავარი პერსონაჟი და ასე შემდეგ ყველაფერი რაც ჩამთავრდა ქვია საშობაო სიმღერა Christmas Carol ქვია და რამე მსგავსი მაინც რო რქმეოდა tale fairy tale ან რაღაც story ან რაღაც ჩაგითვლიდით, მაგრამ Carol სხვა რამეა უკვე და ამიტომ ვეღარ ჩავთვალე. შედეგად ანგარიში არ შეიცვალა და მოდი გავაგრძელოთ თამაში. მესამე რაუნდი, დოკუმენტური. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც 2 ათეული წლის წინ გამოიცა. წარსული გამოცდილებების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდნილმა ავტორმა თავის გამომცემელს ახალი ნაწარმოების შექმნის იდეა შესთავაზა. გამომცემლობას მისთვის ფინანსური ავანსი უნდა მიეცა, რომლითაც ის 1 წლით სულიერი წონასწორობის აღდგენას შეეცდებოდა და სანაცვლოდ წიგნს დაწერდა. მიუხედავად გამოსვლისთანავე უდიდესი პოპულარობისა, კრიტიკოსებმა წიგნი მკაცრად შეაფასეს. მათი აზრით ეს იყო ფინანსურად უზრუნველყოფილი პრივილეგირებული ამერიკელი ქალის ისტორია, რომელსაც შეეძლო პრობლემებისგან გასაქცევად ეგზოტიკურ ქვეყნებში ემუქრება. ჭამაილოთ შეიყვარია უეჭველი რა. ეს ორი პასუხია, ეს არის ჭამაილოც შეიყვარე ელიზაბეთ ჯილბერტის წიგნი. დაასწრო სან პაბლომ გველურ დასავლეთს და კიდევ 3 ქულა მოიპოვა საკუთარ აქტივში. შედეგად კი 6-0 ხდება ანგარიში. მივხვდით თქვენს რა თქმა უნდა და აი აქ უკვე სისწრაფემაც იმოქმედა. გავაგრძელოთ მეოთხე რაუნდი, სხვადასხვა. შეეცადეთ გამოიცნოთ ის, რაც არაერთ ადამიანს ძალიან უყვარს. მისი ინგლისური დასახელება სანსკრიტიდან მომდინარეობს და ევროპულ ენებში სპარსულისა და არაბულის ზეგავლენით დამკვიდრდა. საინტერესოა, რომ მისი ჯიშების გამოყვანასა თუ შემდგომ გავრცელებას უდიდესი ისტორია აქვს. ძალიან პოპულარულია ვალენსიური სახეობა. აქედან გამომდინარე, 1982 წელს ესპანეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მასკოტი სწორედ ის იყო. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ პოპულარულია მისი ჰიბრიდული ვარიანტიც, რომელიც მომწარო გემოთი გამოირჩევა. რაც შეეხება ლიტერატურას, ამ პროდუქტს მე-20 საუკუნის დისტოპიური რომანის სათაურში ვხვდებით. გველური დასავლეთი, რა? პორტოხალი. ეს არის პორტოხალი, ეს ორი პასუხია აბსოლუტურად. პორტოხალი ხდება რომანში მექანიკური პორტოხალი ენტონი ბერჯესის ავტორობით, რომლის თავარი გმირიც, ერთ-ერთი თავარი გმირიც არის ალექსი და აი ესეთი დიდი ისტორია გაიარა პორტოხალმა სანამ ჩვენამდე მოვიდო და როგორც ჩანს. 6-3 ხდება ანგარიში მეოთხე რაუნდის შემდეგ. გავაგრძელოთ თამაში. თუმცა სანამ თამაში გავაგრძელებდეთ, მანამდე მოდით შემეცნებითი ვიდეო რგოლი ვნახოთ. ფინანსური კრიზისის ფონზე ჩარლზ დიკენსი ახალ ნაწარმოებს ქმნის, წერას 6 კვირას ანდომებს, რათა გამოცემა შობამდე მოასწროს. ავტორის კიდევ ერთ მიზანს კვლავ ვიქტორიანულ ინგლისში ქუჩაში დარჩენილი უპოვარი ბავშვებისათვის საზოგადოების ყურადღების მიპყრობა წარმოადგენს. მოთხრობა 19 დეკემბერს გამოიცემა და შობის წინადღემდე მისი პირველი ტირაჟი სრულად იყიდება. წიგნის წაკითხვის შემდეგ ინგლისსა და ამერიკაში მკვეთრად იზრდება შემოწირულობები ობოლთა თავშესაფრებისა და ღარიბებისათვის. სახელი სკრუჯი ინგლისურ ენაში მუდამოდ მკვიდრდება ძუნწი და უგულო ადამიანის სინონიმად. ნაწარმოების შობას ოჯახური სითბოს, ქველმოქმედების, მიმტევებლობის და ერთიანობის სიმბოლოდ აქცევს, რის გამოც დიკენს ხშირად იხსენიებენ როგორც ადამიანს, რომელმაც შობა გამოიკონა. ვაგრძელებთ წიგნების თაროს, მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. 2019 წლის 11 თებერვალს დიკენსი 19 წლის 11 თებერვალს 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 19 წლის 11 თებერვალ
გამოიცანით ადამიანი, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში დედაქალაქში დაიბადა. სწავლობდა ლიტერატურას, კინოსა და ხელოვნების ისტორიას როგორც მშობლიურ ქალაქში, ისე ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში. 80-იან წლებიდან სტუდენტურ მოძრაობაში ჩაერთო, ამავე დეკადის ბოლოს კი თავისი პირველი რომანი გამოაქვეყნა. 1991 წელს რომანს მოთხრობათა პირველი კრებული მოყვა სათაურით მერანი. განსაკუთრებით ცნობილია იმ ნაწარმოებით, რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში თავისუფალ თეატრში. აჭერს გველური დასავლეთი? დათო ტურაშვილი. დათო ტურაშვილი. ჯინსების თაობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკის სცენაზე. სცენურ ვერსიაში 2001 წლის დადგმაზე. კი და 80-იანებში სტუდენტურ მოძრაობაშიც იყო ჩართული. ეს 6-6-ია მეგობრებო, ეს ორი პასუხია, ეს არის დათო ტურაშვილი. ნამდვილად 6-6 ლექს ისევ სწორად მოაქვს ქულები საკუთარი გუნდისთვის, სწორი პასუხით და შედეგად თანაბრდება ანგარიში. თანაბრდება ისედაც ორი ძლიერი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს, თანაბარი ანგარიშის პირობებში კიდევ უფრო იძაბება მდგომარეობა და გავაგრძელოთ. მოდით, მე-6 რაუნდი, ასოციაცია. შვებულება, გაცნობა, სიყვარული, ღალატი, სოფელი. Finally, is furniture. რა ხდება? რა ხდება? ამბრნი, უმბრნი და არაბნი. ამბრნი, უმბრნი და არაბნი. შვებულება, გაცნობა, სიყვარული, ღალატი, სოფელი. კი. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. და სან პაბლოსთვის ვაგრძელებ შეკითხვას. ყურადღებით. მოცილე, ქმარი, თვალის დაავადება, სადგური, გეიშა, სპექტაკლი, გაქცევა, გამოწვევები, ბანკირი, შინაური ცხოვრება. ქალი ზაღლით. თავიდანვე ქონდა ეს არის ვერსია ქალი ზაღლით, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. რომელ მინიშნებაზე მიხვდი? პირველ მესამე მეორე. ქალი ზაღლით ხო ჩახთ ნამდვილად და დამსახურებული +3 ქულა სან პაბლოს აქტივში. 9-6 ხდება ანგარიში. მე-7 რაუნდი. ავტორი. გამოიცანით ავტორი, რომელიც გასული საუკუნის პირველ დეკადაში კანაგიში დაიბადა. 1927 წელს ის ჰიროსაკის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწორედ ამ დროს გაუჩნდა ინტერესი ედოს პერიოდის კულტურის მიმართ და გიდაუს შესწავლა დაიწყო. ამავე დროს რედაქტორობდა სტუდენტურ პუბლიკაციებს და აქვეყნებდა საკუთარ ტექსტებსაც. აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ აქტივობაში. რის გამოც დააპატიმრეს კიდეც. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როცა მრავალმა მწერალმა პოლიტიკური მოტივებით წერა შეწყვიტა, გამოსაცნობი ავტორი უფრო და უფრო გააქტიურდა. აბა გისმენთ. კენძაბურო ოე ვიცი რომ იყო პოლიტიკურად ძალიან აქტიური და შეიძლება ეს იყოს. ვიცი ეგ ინფორმაცია, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ არის. კენძაბურო ოე სამწუხაროდ. ეს არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ სან პაბლოსთვის. უფრო და უფრო გააქტიურდა. სხვა თანამემამულეთა მსგავსად, სიცოცხლე მანაც სუიციდით დაასრულა. რაც შეეხება მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს, ის ავტორის გარდაცვალებიდან მალევე გამოიცა და ახალგაზრდა კაცზე გვიამბობს, რომელიც მარტოობის განცდით იტანჯება. ვერსია არ არის 30 წამი ეფიქრეთ. აჰა, ეგ არის. კი, კაცო, კი. არა მგონია. კი. სამი, ორი, ერთი. ამოიწურა 30 წამი და დამატებით მინიშნებას წაგიკითხავთ, მეგობრებო. გამოსაცნობი ავტორის ნამდვილი სახელი შუჯი ცუშიმა.
მისი ფსევდონიმი კი პირველად 1933 წელს მოთხრობა მატარებლის გამოცემისას ჩნდება. ძირითად პირობაში ნახსენები ნაწარმოები დეპრესიულ და ეგზისტენციალურ საკითხებს იკვლევს. სათაური კი ფაქტობრივად იმ შეგრძნებას აღწერს, რომელიც მთავარ პერსონაჟს ეუფლება. ამი? აბა გისმენთ? ამიში არ არის. კაი, დაზაი. ამუდაზაი. გამოგაფიქრდა ბოლოს. ნუ ბოლოში მარტოობა, დეპრესია და თავში კლავს ხო? ეგეც მაქვს. ეგ უნდა იყოს. აღარ ვარგა ადამიანი. აღარ ვარ ადამიანი. ეს არის ოსამუდაძე, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. ბოლოს მაინც წამოიღეს ერთი ქულა ბოლო მინიშნებებით და შედეგად ანგარიში გახდა 10-6. წინ გადის სემ პაბლო, ჩვენ კი გვრჩება 2 რაუნდი სათამაშო. მერვე რაუნდი, ეკრანიზაცია. აჭერს სამ პაბლო, რომეო და ჯულიეტა. რომეო და ჯულიეტა. სად დაინახეთ ან ერთი ან მეორე? რომეო და მართლა? მე მგონი, არ მაქვს დანახი. ახ 13-6 ეს ორი პასუხია. რომეო და ჯულიეტა, შექსპირის ცნობილი პიესის ცნობილი ეკრანიზაცია ასევე და 3 ქულა სამ პაბლოს. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც 21 საუკუნეში გამოიცა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. კრიტიკოსთა ნაწილი ავტორს თხრობის სტილს, განსაკუთრებით დინამიურობას, პოლიტიკურ ფონსა და რეალისტურ დიალოგებს უწონებდა. ზოგს კი მიაჩნდა, რომ რომანში ინტიმურ დეტალებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა ავტორს მძიმე პოლიტიკური თემა უფრო ღრმად გაეშალა. ნაწარმოები ინგლისურად გამოცემიდან 2 წელში The Neighborhood-ის სახელით ითარგმნა. ორიგინალ და ქართულ სათაურებში ავტორის ჩვენი უბნის შვილები არის, მე მგონი Neighborhood-ის სახელით თარგმნილი ინგლისურად, არ ვარ დარწმუნებული. შეიძლება არ ვიცი როგორ არის ინგლისურად თარგმნილი ჩვენი უბნის შვილები, მაგრამ ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ სამ პაბლოსთვის. ორიგინალ და ქართულ სათაურებში ავტორის მშობლიური ქალაქის იმ უბანს ხვდებით, რომელშიც ნაწარმოების მოქმედება მიმდინარეობს. ბოლოს კი გეტყვით, რომ ცნობილი სამხრეთ ამერიკელი მწერალი გამოსაცნობ ნაწარმოებში ქვეყნის მტკივნეულ ისტორიას ეხება. კერძოდ 90-იან წლებს, როდესაც ქვეყნის მართვის სადავეები ალბერტო ფუხიმორმა იგდო ხელთ. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ, მეგობრებო. მოიცი, სამხრეთელი. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება მოისმინეთ. გამოსაცნობი ნაწარმოები პერუელი ნობელიანტი მწერლის კალამს ეკუთვნის. იგი 1990-იანი წლების ავტორიტარიზმს, პროპაგანდისა და ჟურნალისტური შანტაჟის თემებს ეხება. რა, მოიცი. სათაურში ნახსენები ადგილი ლიმას ცენტრში მდებარეობს და რამდენიმე ქუჩის გადაკვეთის წერტილს წარმოადგენს. 3, 2, გისმენთ? ლიოსა. ნაწარმოები უნდა მითხრათ ოღონდ? 3, 2, 1. გაიხსენ. იოსას რომ მივხვდით, მანამდეც მაგას მივხვდი, მაგრამ კონკრეტული ნაწარმოები, რომელზეც საუბარი იყო. რამდენიმე ქუჩა იკვეთება აქ და ამ ქუჩების გადაკვეთით იქმნება რა? 5 კუთხე. 5 კუთხე, დიახ ბატონო. 5 კუთხე. არის უბანი.
ლიმაში. კონდა? არ შეიცვალა ანგარიში. 13-6. მოდით ნახოთ ვიდეო რგოლი და მე ქართული ეტაპით გავაგრძელოთ თამაში. მარიო ვარგას ლიოსას 5 კუთხე 1990-იანი წლების პერუს ყველაზე ბნელ პერიოდს ალბერტო ფუხიმორის დიქტატურისა და ტერორიზმის ეპოქას აღწერს. მისთვის შთაგონებად ფუხიმური და მისი მრჩეველი იქცნენ. ისინი ყვითელ პრესას პოლიტიკური ოპონენტების დასაზიანებლად იყენებდნენ. სინკო ესკინას ლიმას უბანია, რომელიც 90-იან წლებში კრიმინალურ საშიშ ზონად იქცევა. ლიოსასთვის ის პერუს დეგრადაციის და დაცემის მეტაფორაა. წიგნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა მისი თანამედროვე აქტუალურობა. მიუხედავად იმისა, რომ ის 90-იან წლებს აღწერს, წიგნში ნაჩვენებია ის, რასაც დღეს მედია манипуляციასა და fake news უწოდებთ. ლიოსა გვაფრთხილებს თუ რა საშიშია, როდესაც მედია სიმართლის სამსახურიდან სახელმწიფოს პროპაგანდის და შანტაჟის იარაღად იქცევა. გრძელდება წიგნების თარო, რა თქმა უნდა, ქართული ეტაპით, პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. დაასახელეთ მოვლენა საქართველოს ისტორიიდან, რომელიც მე-9 საუკუნეში მოხდა. მას წინ უძღოდა არაბთა ძალაუფლების შესუსტება. მათ სარდალს ტაო-კლარჯეთის მთავარი ბაგრატ პირველი კურაპალატი და კახეთ-ჰერეთის სამთავროც მიემხრნენ. პირველი თავდასხმის შემდეგ უკან დახეულმა არაბებმა დიდი ზარალი ნახეს. რავია. ბუღათურქის ლაშქრობა არის? ბუღათურქის ლაშქრობა. მე-9 საუკუნე. 140-ში არის ხო? ორი ქულა. აი გარეთ. რაო ბიჭი, რაო. ეს სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, ეს არის ბუღათურქის ლაშქრობა. გამოიწნეს ბიჭებმა და გაზარდეს კიდევ უფრო საკუთარი უპირატესობა. გავაგრძელოთ. მეორე ქართული რაუნდი. გეოგრაფია. დაასახელეთ ის, რაც აღმოსავლეთ საქართველოში მდინარე ხრამის ხეობაში მდებარეობს. იგი ზემოხსენებული მდინარისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლების გარდა თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით საზრდოობს. დეკემბრიდან მარტამდე იგი ყინულით იფარება. გისმენთ? ფარავნის ტბა ხო არა? ფარავნის ტბა. იფარება. ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. ეს არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ გველური დასავლეთისთვის. გამოსაცნობი ჰიდრონიმი ემსახურება ხრამჰეს პირველსა და ხრამჰეს მეორეს. აქვე განვითარებულია თევზის რეწვა. ბოლოს გეტყვით, რომ ქვემო ქართლში მდებარე ეს წყალსაცავი ყველაზე დიდია საქართველოში და იმ მუნიციპალიტეტის სახელს ატარებს, რომელშიც მდებარეობს. გამი? ორი? აჭერთ, გისმენთ მაშინ? მინგეჩაური. მინგეჩაური. არ არის ეს სწორი პასუხი, ლექს. არა. ეს არის მინგეჩაურის წყალსაცავი. ყველაზე დიდი წყალსაცავი საქართველოში არის ეს არის წალკის წყალსაცავი. წალკის წყალსაცავი, მეგობრებო. ფლატ შორსაც არ არის ფარავნისგან პრინციპში, მაგრამ სხვა რამე. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. ეს ნაგებობა ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ამ არეალში ნაგებობის მშენებლობა მე-19 საუკუნის 30-იან წლებში გადაწყდა. თუმცა საბოლოოდ არ შედგა. 40-იან წლებში მიხეილ ვორონცოვის დავალებით არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ ახალი პროექტი შეადგინა. თუმცა მხოლოდ ერთი ნაწილის აშენება მოასწრო. ოპერის თეატრია რა. ოპერის თეატრი. ვორონცოვის არის. იგი იტალიელმა აშენებინა. მაგრამ ვორონცოვის დროს ბევრი რამე აშენდა. ეგ იყო და მე დაიწყო, ეგ იქნებოდა მინიშნებაში. და 30-ში არ აშენდა. რა. არ არის ეს სწორი პასუხი. არ არის ეს სწორი პასუხი. ვაგრძელებ. ყურადღებით. თავდაპირველად მის სახელში მიხეილი და ნიკოლოზი ფიგურირებდნენ. მის ქვეშ მტკვრისის ტოტი მიედინებოდა, რომელიც მადათოვის კუნძულს გამოყოფდა. შემდგომში წყალი დააშრა, თუმცა ნაგებობა შემორჩა. დღესდღეობით ეს არეალი ძველმანების ბაზრობითა და სურათების გამოფენა გაყიდვითაა ცნობილი. მშრალი ხიდი. ეს არის მშრალი ხიდი, კი ბატონო. ადგილი სხვა.
ბოლოს უკვე ძალიან ნათელი გახდა ყველაფერი, განსაკუთრებით ვისაც უყვარს ზოლმანებით ვაჭრობა, არაერთხელ გაუვლია ალბათ მშრალ ხიდზე და უძებნია იქ სხვადასხვა ანტიკვარი. ორი ქულა გველურ დასავლეთს, ანგარიში შედეგად ხდება 15-8 და ზოგადი რაუნდებსაც მივადექით, მეგობრებო, გთხოვთ ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები დარჩით. ნიკა, ლექს, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. დაასახელეთ არტისტი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში კომპტონში დაიბადა. საკუთარი ნამუშევრების გამოშვება ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას დაიწყო. კარიერის სტარტზე მას დოქტორ დრესთანაც ჰქონდა კოლაბორაცია. გამოსაცნობი ადამიანის სადებიუტო სტუდიური ალბომი 2012 წელს Billboard 200-ის ყველაზე ხანგრძლივად ჩარტებში მყოფი ჰიპ-ჰოპ ალბომი. Snoop Dogg ხო არ არის? ეს არ არის Snoop Dogg. ვაგრძელებ ლექსისთვის. 2017 წელს გამოუშვა თავისი ყველაზე ცნობილი ალბომი Damn, რომელშიც მისი სახელგანთქმული ტრეკი Humble შედიოდა. ბოლოს გეტყვით, რომ პულიცერის პრემიის მფლობელმა ამ რეპერმა განსაკუთრებული ყურადღება მაშინაც მიიქცია, როდესაც წლის ყველაზე გახმაურებულ დაპირისპირებაში დრეიკს დაუპირისპირდა. კენდრიკ ლამარი. ეს არის კენდრიკ ლამარი, ნამდვილად კენდრიკ ლამარის და დრეიკის დაპირისპირება. მე პულიცერით ვიცოდი მარტო. მართლა? ვინ საიდან იცნობს კენდრიკ ლამარს? მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. ზუკა, გიორგი, მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. თქვენ უნდა დაასახელოთ ის, რაც პირველია თავისნაირთა შორის ერთ კონკრეტულ საქმეში. იგი პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს და მომზადების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მისიის სპუტნიკ 2-ის მონაწილედ აქციეს. მიუხედავად იმისა, რომ მისგან ერთი კვირის გაძლება. ლაიკა. ეს არის ლაიკა, ეს სწორი პასუხია. ეს არის ლაიკა, ერთი კვირის გაძლებას მოელოდნენ, მაგრამ მისიის დაწყებიდან 5-7 საათში სტრესისა და გადახურებისგან დაიღუპა. სამწუხაროდ, მაგრამ კაცობრიობის სამეცნიერო პროგრესისთვის დიდი წვლილი გაიღო, შეიძლება ასე ითქვას. სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. მამუკა, დავით, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. გამოიცანით სპორტსმენი, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს ფლორიდაში დაიბადა. შესაბამის სპორტში ვარჯიში შედარებით გვიან დაიწყო. თუმცა მალევე მოახერხა სკოლის გუნდში ადგილის დამკვიდრება. 2015 წელს ლუივილის კოლეჯში ჩაირიცხა, სადაც თამაშისას ჰაისმანის ჯილდოსაც დაეუფლა. 2018 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში ის ბალტიმორ რეივენსმა აირჩია, რომლის ღირსებასაც დღემდე იცავს. გამოსაცნობი კვოტერბეკი NFL-ის თავის პოზიციაზე რეკორდსმენია, როგორც კარიერულ, ისე ერთ სეზონში გარბენილ იარდებში. Tom Brady. Tom Brady. არა. ბევრ რამეში რეკორდსმენი, მაგრამ ამ შემთხვევაში არა. ხო, ეს NFL-ია. ხო, ეს. აგი რახან Tom Brady უკვე თქვენს მარტო მეორე ამერიკული ჩოგბური რა ქვია ფეხბურთის მოთამაშეც და იყოს Travis Kelce. Kelce, თუ როგორც არის. Travis Kelce. ხო. არც ეს არის სწორი პასუხი. სინამდვილეში კი ეს ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე გახლავთ ლამარ ჯექსონი, მეგობრებო. ლამარ ჯექსონი. ამგვარად ამოვწურეთ ზოგადი რაუნდებიც, ანგარიშია 17-10, წინ რა თქმა უნდა ბლიცის ეტაპი გვაქვს, რათა თამაში ეს გამარჯვებული გამოვლინდეს. მანამდე შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი, ახლა კი ვნახოთ შემეცნებითი ვიდეო რგოლი.
კენდრიკ ლამარი კალიფორნიაში ჰიპ-ჰოპისა და კრიმინალური დაჯგუფებების მექაში კომპტონში იბადება. 8 წლის ასაკში საკუთარი თვალით ხედავს თუფაკისა და დოქტორ დრეს ლეგენდარული ვიდეოკლიპის კალიფორნია ლავის გადაღების პროცესს. თინეიჯერობიდან იწყებს მუსიკის წერას ფსევდონიმით K.Dot. 2011 წელს პირველი სტუდიური ალბომის შემდეგ დრეს ყურადღებას იპყრობს, რომელიც მისი მენტორი ხდება. 2015 წელს გამოდის ალბომი To Pimp a Butterfly, რომელიც ჰიპ-ჰოპის საზღვრებს სხვადასხვა ჟანრთან კოლაბორაციით ცდება. ალბომი რასობრივ უთანასწორობასა და დისკრიმინაციას ეხება. ტრეკი All Right მოგვიანებით Black Lives Matter მოძრაობის არაოფიციალურ ჰიმნად იქცევა. 2018 წელს კენდრიკი ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი არტისტი ხდება, რომელმაც მუსიკის პულიცერის პრემია ჰიპ-ჰოპის ჟანრში მიიღო. ვაგრძელებთ ციგნების თაროს, ბლიცი გვაქვს სათამაშო, ანგარიშია 17-10. მამუკა და გიორგი ითამაშებენ ბლიცს და რადგან წინ არის სან პაბლო, მამუკამ უნდა ითამაშოს ჯერ. მზად ხარ? დავიწყოთ ბლიცი მამუკასთან. დავიწყოთ. სადორ მწერალია ჯეკ ლონდონი. ინგლისელი. ამერიკელი რის მგელზე მოგვითხრა ჰერმანესამ სწორია ჯონ სტაინბეკის მრიცხანების წევნები. სწორია ვის პერსონაჟი ანტონ ჩიგური. მაკარტი. სწორია რის მინდორს მიხვდებით 6 წელთან სწორია როულიქა რა ქვია უძლების დედას. ისა შემდეგ. მოლი მითოლოგიაში რის ღმერთია ჰეფესტო. ისა ჭედლობა. სწორია რის გამეს ხვდებით რემარკის რისაბა. სწორია ძმების სტრუგაცკების პიკნიკი გზის. პირას. სწორია ტოლკინთან რამდენი წევრია ბეჭდის საძმოში. ცხრა. სწორია რაინეს დაიწერა მეტრო 2030. ეი, რუსულ. სწორია ჯავახში შუთა რაგვარია ჯაყო. ჯივაში. სწორია რომელ საუკუნეში გამოიცა ტომ სოიერის თავგადასავალი. მე-19. სწორია რას ხელს ვიცნობთ ანრი მარი ბეილს. სწორია ჰომეროსთან ვის შვილია ტელემაქე. ოდიშევს. სწორია შექსპირთან ვინ მოკლავს მერკუციოს. ისა იაკო. ტიბალტი დუმბაძის რომელ მოთხრობაში ხვდება ვენეციის გზატკეცილი. შემდო ძაღლი. ჰელადოს ჯულიან ბარცის ინგლისი. ინგლისი. სწორია ვის საჩუქრებს ხვდებით ოჰენრის მოთხრობაში. მოგთა. სწორია სადაური მწერალია ლუიჯი პირანდელო. იტალია. სწორია ვის მოთხრობა 6 ნაპოლეონი. კოლენდოვი. სწორია ვეფხისტყაოსაში ვინ არის ინდოეთის მეფე. საიდან? ფარსადანი სალმან რუშდის ფლორენციელი. ჯადოქარი. სწორია ვის ჰიგიენაზე მოგვითხრა ამელი ტომას. სწორია სადაური მწერალია ფრანსუა რაბლე. ფრანგი. სწორია რომელ პოემაში ხვდებით ჰაჯი უსუფს. გამზე. სწორია მილთა რა არსებაა იოიო. ვირი. სწორია დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ტრადიციულად აგრძელებს მამუკა ისეთ ბლიცების თამაშს, რომ 20-ზე ნაკლები არ მიიღება. 22 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები, 22 სწორი პასუხი მამუკას. მე კი ვინაცვლებ გიორგისკენ, რომელსაც ასევე მოუწევს ახლა ბლიცის თამაში. მზად ხარ ამისთვის? კი. დავიწყოთ ბლიცი გიორგისთან. დავიწყოთ. სადაური მწერალია უოლტერ სკოტი. ინგლისელი. შოტლანდიელი, როგორი მარგალიტებით თამაშს ხვდებით ჰესესთან. რიგაში. სწორია ჯონ სტაინბეკის ედემის. აღმოსავლეთ. სწორია ვის პერსონაჟია პატრიკ ბეიტმანი. შემდეგ. ელისის ვის თეატრს ხვდებით ხვედიანთან. შემდეგ. მაიაკოვსკის როულიქა რა ქვია უძლების მამას. არტოლ. სწორია მითოლოგიაში რის ღმერთია ჰელიოსი. ზღვის. მზის როგორც სიცოცხლეს ხვდებით რემარკის წიგნის სათეორი. სწორია დაგლას ადამსის ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი. გალაქტიკაში. სწორია ტოლკინთან რომელია ბეჭდის საძმოს ელფი წევრი. ლეგოლას. სწორია რაინეს დაიწერა ქარის სახელი. ესპანურ. ინგლისურ ჯავახში უხთა რაგვარია მარგო. ყაფლანიშვილი. სწორია რომელ საუკუნეში გამოიცა ეკლბერი ფინის თავგადასავალი. მე-19. სწორია რა სახელით ვიცნობთ ფრანსუა მარი არუეს. ისა მოლიერი. ვოლტერი ჰომეროსთან ვის შვილია ელექტრა. შემდეგი. აგამემნონი შექსპირთან ვინ მოკლავს ტიბალს. შემდეგი. რომეო დუმბაძის რომელ რომანში ხვდებით ვარდის უბანს. კუკარჩი. სწორია აირის მერდოკის ზღვა. ზღვა. სწორია რის ბელად ხვდებით ოჰენრის მოთხრობაში. სემინარების. წითელკანიანთა სადორი მწერალია გიუნტერ გრასი. გერმანელი. სწორია ვისი რომანია როჯერ ეკროიდის მკვლელობა. აგათა. სწორია ვეფხისტყაოსაში ვინ არის უცხო მოყმე. ტაიელი. სწორია სალმან რუშდის შუაღამის შვილები. სწორია ვის სახარებაზე მოგვითხრა ერიკ მანუელ შმიტმა. იესო. პილატი. პილატე, სწორია. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და გიორგიმ დააგროვა 15 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები გიორგის და დაბრუნდით მოთამაშეები. სათამაშო მაგიდებთან რომ გამოაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ ანგარიშით 39-25 იმარჯვებს სან პაბლო და კიდევ ერთი გამარჯვება ჩაიწერეს ბიჭებმა აქტივში. მეგობრებო, გადაწყვეტილი გაქვთ რომ ამ სეზონში ყველა თამაში დრამატული იყოს, ყველა თამაში ბოლოს მიაღწიოს თამაშმა კულმინაციას და ბოლოს რა თქმა უნდა დაამთავროთ სასურველი ქულებით, ხო? ფინალამდე ასე აპირებთ და ფინალში. წარმატებებს გისურვებთ წელი გულით და აპლოდისმენტები დავაჯილდოთ სან პაბლო. ეს უკვე სერიოზული განაცხადია არა მხოლოდ ქვეჯგუფიდან გასასვლელად, მერეც ნახოთ რა მოხდება, რა იქნება ამ ყველაფერს ჩვენი სეზონი გვაჩვენებს. მეორე მხრივ მარცხ ხდება ამ თამაში ძალიან ძლიერი გუნდი, ქვეჯგუფის ერთ-ერთი ძლიერი გუნდი, ნამდვილად გველური დასავლეთი და მოდი გავამხნევოთ აპლოდისმენტებით.
წინა თამაში ამ გუნდმა დაამტკიცა რა შეუძლია და მე მგონი რომ კიდევ გაჩვენებს იმ შედეგებს, რომელიც მათ ესე ამონებათ. მეგობრებო, ამ შედეგის გამო გული არ გაიტეხოთ, წინ კიდევ არის თამაში და თამაშებიც შეიძლება. ყოველ შემთხვევაში გისურვებთ რომ ასე იყოს. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ გველურ დასალმს. მე კი მაყურებელს დავემშვიდობები. ერთმანეთს შევხვდებით წიგნების თაროში, წინგველის ძალიან საინტერესო თამაშები, ამიტომ უყურეთ ჩვენ შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლიჭკუას, მასწავლიჭკუას, მასწავლინე. ვერ მასწავლიჭკუას, მასწავლიჭკუას, მასწავლი. ვერ მასწავლინე.